მოგესალმებით. ეთერშია რუბრიკა საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე, რომელსაც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერითა და BMG-ს პარტნიორობით ახორციელებს. რუბრიკის დღევანდელი თემაა მდგრადი დაფინანსება. მდგრადი დაფინანსება ფინანსურ გადაწყვეტილებებში გარემოს დაცვით, სოციალურ და მმართველობით, ანუ ESG ფაქტორებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც არა მხოლოდ მოგებაზე, არამედ საზოგადოების კეთილდღეობაზე და ეკოლოგიურ სტაბილურობაზეა ორიენტირებული. მდგრადი დაფინანსება გულისხმობს კაპიტალის ისეთ გადანაწილებას, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ინვესტიციებს, ენერგოეფექტურობას, ინკლუზიურ ბიზნესსა და გამჭვირვალე მმართველობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ევროპული ბაზრები სულ უფრო მკაცრ გარემოს დაცვის და სოციალურ სტანდარტებზე გადადიან და ქართული ბიზნესი მზად უნდა იყოს ამ ტრანსფორმაციისათვის. მდგრადი დაფინანსება მჭიდროდ უკავშირდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, სწორედ ამ კონტექსტში მდგრადი დაფინანსება წარმოადგენს საკვანძო მექანიზმს ისეთი ეკონომიკური მოდელის შესაქმნელად, რომელიც დაბალანსებულია როგორც ფინანსური სტაბილურობის, ისე სოციალური სამართლიანობისა და გარემოს დაცვის მდგრადობის თვალსაზრისით. მდგრადი დაფინანსების ინსტრუმენტები მოიცავს ისეთ მექანიზმებს, როგორიც არის მწვანე ობლიგაციები, სოციალური ობლიგაციები, ESG სკორინგზე დაფუძნებული სესხები და საინვესტიციო ფონდები, რომლებიც მიმართულია გარემოს დაცვის და სოციალური პროექტების მხარდაჭერაზე. ასეთი ინსტრუმენტები კომპანიებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ მოიძინონ ფინანსური რესურსები, არამედ გაზარდონ ინვესტორებსა და მომხმარებლებში. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესებს მდგრადი დაფინანსების ინსტრუმენტების გამოყენებით საქმიანობა და საზოგადოებისათვის რეალური ღირებულებების შექმნა. რუბრიკის სტუმრები არიან მარიამ ხეიძე, TBC ლიზინგის კაპიტალის ბაზრებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მართვის უფროსი და დავით ციცქიშვილი, კომპანია VDC-ის სტრატეგიული დირექტორი. მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის და ესეც საინტერესო თემაზე საუბრის გამოთქვისთვის. მარიამ, თქვენი დავიწყებთ. TBC ლიზინგი არაერთი წელია უკვე საინტერესო პროექტებს თავაზობს საკუთარ მომხმარებელს და რომ გაგვიზიაროთ ზოგადად რა მექანიზმებს იყენებთ მდგრადი დაფინანსების მოსაზიდად და ვინ არიან უშუალოდ ამ პროცესში ჩართული და დაინტერესებული მხარეები. მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. სანამ კონკრეტულ მექანიზმებზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ლიზინგი ჩვენი ეკონომიკისთვის. არსებითად ლიზინგი ეს არის მდგრადი ფინანსური პროდუქტი, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ასე ვთქვათ, განაახლონ თავიანთი ძირითადი საშუალებები და ამით შეამცირონ მათი ასე ვთქვათ, ენერგომოხმარება. იქნება ეს ენერგოეფექტური აქტივები თუ სხვა სახის საწარმოო დანადგარები. ეს აქტივები კი რა თქმა უნდა შემდგომში გამოიყენება პროდუქციის ასე ვთქვათ დამატებითი ღირებულების შექმნისთვის და ასე ვთქვათ პროდუქციის და manufacturing-ის განვითარებისთვის. შესაბამისად, ლიზინგი ეს არის არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ ეკონომიკის ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. რაც შეეხება უშუალოდ მდგრადობას, მდგრადი დაფინანსება TBC ლიზინგისთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული უპირატესობა და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე წლები აქვს თანამშრომლობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორიც არის მაგალითად EBRD, FMO, ProPargo და მრავალი სხვა. მნიშვნელოვანია რომ ეს ინსტიტუტები ჩვენ გვთავაზობენ არა მხოლოდ დაფინანსების გრძელვადიან და ასე ვთქვათ შეღავათიან რესურსებს, არამედ ძალიან დიდი აქცენტი აქვთ მწვანე და სოციალური მიმართულებით. გარდა ამისა, მათთან ასე ვთქვათ თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკურ უზრუნველყოფასაც, ტექნიკურ მხარდაჭერასაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ უფრო ხვეწავთ ჩვენ შიდა პროცესებს და ვმართავთ და უფრო ასე ვთქვათ ეფექტურად ვუყურებთ ჩვენს პორტფელის ნაწილში ჩვენი კლიენტების ასე ვთქვათ როგორც ეკოლოგიურ ისე სოციალურ ვთქვათ იმპექტს. რაც შეეხება გარდა ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მნიშვნელობისა ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებიც. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ აქტიური ვართ და გასულ წლებში ჩვენ პირველად არასაბანკო ინსტიტუტებს შორის გამოუშვით ფასიანი ქაღალდები, ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციები, რომლის ინვესტორები რა თქმა უნდა ძირითადად იყვნენ ადგილობრივი ბანკები. მინდა აღვნიშნო რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ინსტრუმენტების არსებობა ადგილობრივ ბაზაზე, რადგან ეს ქმნის ეგრეთ წოდებულ ეკოსისტემას მდგრადი დაფინანსებისთვის. შესაბამისად, უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ დივერსიფიცირება მოვახდინოთ ჩვენი რესურსების და შევამციროთ ჩვენი სავალუტო რისკები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მომხმარებლებზე და მათ უზრდით ამით ხელმისაწვდომობას მდგრად ტექნოლოგიებზე. ფანტასტიკური, მადლობა, ძალიან საინტერესო სასიხარულო არის ჩემთვის, რომ ქართული
ბიზნესი ასე აქტიურად ერთვება იმაში, რომ სხვა ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული და მდგრადი იყოს. დავით, თქვენთან გადმოვალ შემდეგი კითხვით. მდგრადი დაფინანსების დიდი ნაწილი ზოგადად განახლებადი ენერგიის მიმართულებით მიედინება. როგორი არის VDC-ის როლი ამ პროცესში და თუ გაქვთ მაგალითად სხვა სახის გამოწვევები? კი, დიდი მადლობა პირველ რიგში დაპატიჟებისთვის. საინტერესო ინტრო იყო. მარიამ თურმე რა კარგ ამბებს აკეთებს. ბევრი რამე ვიცით და კლიენტები ვარ. კი, მოკლედ ენერგეტიკა მგონია რომ ერთ-ერთი ძირეულია ამ ნაწილში და მნიშვნელოვანია. მწვანე ენერგეტიკა ცალსახად და მნიშვნელოვანი ის ამბავია რომ საქართველოში უხვად გვაქვს ამის რესურსი. ჩვენი როგორც VDC-ის როლი, ეხლა ჩვენ მოვიცავთ როგორც გენერაციას ენერგეტიკულს, ასევე განაწილებას და ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მგონია რომ ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი რა, რომ მოკლედ ენერგეტიკა ძალიან დიდ პატივს იცავს, ხოლო გენერაცია არ არის. ამის გარდა კიდევ ბევრ ამას მოიცავს და ჩვენი როლი არის ძირითადად ეფექტურობის შეძენაში და ტექნოლოგიების და ენერგეტიკის დაქორწინებაში. ჩვენ გვაქვს საწარმო, ვაწარმოებთ სატრანსპორტო ქვესადგურებს და ეხლა პირველად გვინდა რომ ბაზარში შევთავაზოთ ჭკვიანი ქვესადგურის კონცეფცია და უფრო აი ამ კუთხით უყურებთ ხოლმე რაღაცებს. რა თქმა უნდა, გენერაციაშიც ის ელექტროსადგურების მშენებლობაში პირდაპირ და ბანკები საკმაოდ კარგად არიან ჩართულები ამ ნაწილში, მწვანე სესხების ნაწილში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები ახსენეთ, ისინიც ძალიან მოტივირებულები არიან. მახსოვს ჩვენ მქონდა გამოცდილება საგრანტო ნაწილის, როდესაც რაღაცა ნაწილი სესხიდან გრანტის სახით უბრუნდება ბიზნესს, რაც მგონია რომ ძალიან მაგარია. ან ზოგადად ქეში ესეთი დეფიციტურია ბიზნესში და შესაბამისად ესეთი ქეშის გაჩენა, რომელიც ამ ბიზნესს უფრო სწრაფად განავითარებს, ძალიან მნიშვნელოვანია რა. ჩვენ მხრივ ვეხმარებით ბიზნესებს, რომ კონდეთ დაუშვათ უფრო ეფექტური ენერგოსისტემები, კონდეთ მწვანე ენერგია, რომელთაც შეამცირებენ ხარჯებს, ყოველთვიურ ხარჯებს და რა თქმა უნდა, ასევე განაძლიერებენ ჩვენ ენერგეტიკას, ეს მნიშვნელოვანი მგონია. მშვენიერი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ესეთი ლეგენდა დადის ალბათ ცუდად და თავის ძროზე დაფუძნებული, რომ მდგრადი დაფინანსება ნიშნავს, რომ კომპანიამ უნდა თქვა უარი საკუთარ მოგებაზე და გადავიდეს გარემოს დაცვის საკითხებზე ან სოციალურ საკითხებზე და ამ დროს რეალობაში არის პირიქით. პირიქით, მაგაზე ამას წინათ თქვენთან მქონდა საუბარი ზუსტად, რომ მოკლედ ეს პირიქით ბიზნესმა უნდა გამოიყენოს იმაში, რომ დაზოგოს რესურსები, რა თქმა უნდა, გარემოზე იზრუნოს, ამ კუთხით თუ შევხედავთ, მე მგონია, რომ ბევრად უფრო მომგებიანია ეს ყველაფერი რა და ჩვენ ესე უყურებთ ძალსახად. აბსოლუტურად მართლები ხართ. სხვა შემთხვევაში გავაკეთებ ერთ კომენტარს, იგივე თქვა გენერირება ელექტროენერგიის ერთი არის, მაგრამ მე მისი ტრანსპორტირება კიდე სხვა საკითხია და ამისთვის ჭირდება გაძლიერება. საქართველოს ელექტროსისტემის სისტემას ვიტყვი ზოგადად ესე ტერმინოლოგიურად, რამდენად სწორი არის არ ვიცი. იმიტომ რომ თუ გამოვიმუშავეთ და მე ვერ გადავაადგილეთ და ვერ გამოვიყენეთ და ქსელი გაგვეთიშა, თლად კარგი ამბები არ იქნება იქ. კი, ეს გავს წყაროდან წყლის მოტანას თუ დახრეტილია სათლი რითიც მოგაქვს რა. ზუსტად კი. და ეს ვერ ეწევა განვითარებას სამწუხაროდ, ანუ ზოგადად ეს გლობალურად რო შევხედოთ, ყველაფერი რასაც ეხლა ავითარებთ ენერგეტიკაზე არის დაფუძნებული, უბრალოდ მანქანები, AI და ვერ ეწევა ქსელი ზოგადად სოფლიოში, იმიტომ რომ ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა და განვითარება რა. შესაბამისად აქ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაგეთებელი. კი ბატონო, მადლობა. მარიამ, თქვენთან გადმოვალ ისე შემდეგი კითხვით. ზოგადად რო გველაპარაკოთ, გაგვიზიაროთ TBC ლიზინგის პროექტებზე და უშუალოდ აი როგორ იხარჯება მოზიდული მდგრადი დაფინანსებები და როგორ არის თქვა აი გავლენა ბიზნესებზე, საზოგადოებაზე, ან თუნდაც გარემოზე. მშვენიერი, მადლობა გიორგი კითხვისთვის. ჩვენს მიერ მოზიდული მდგრადი რესურსები ძირითადად მიმართულია განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტური აქტივების და მწვანე ტრანსპორტის მიმართულებით. მაგალითისთვის ჩვენთვის ყველაზე წარმატებული მიმართულება ეს არის ენერგოეფექტური დანადგარების დაფინანსება, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის ახალი თაობის დანადგარების დაფინანსებას, მათთვის ძველი შედარებით მაღალი ენერგომოხმარების აქტივების ჩანაცვლების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება კლიენტის საოპერაციო ხარჯებზე,
და ასევე უმცირებს მათ ემისიებს. ასევე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვაფინანსებთ განახლებადი ენერგიის მიმართულებას. კერძოდ აქ იგულისხმება როგორც მზის პანელების, მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურები. ამ მიმართულებით გიორგი მას ახსენა, ჩვენ აქტიურად მუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და მაგალითისთვის GGF-თან გვაქვს ესეთი წამახალისებელი მექანიზმი, რაც გულისხმობს მზის პანელების მომხმარებლებისთვის დიზაინისა და საინსტალაციო ხარჯების თანადაფინანსებას. რა თქმა უნდა, ეს მექანიზმები უმცირებთ მომხმარებლებს ინვესტიციის ღირებულებას და უფრო ვთქვათ ხელმისაწვდომს ხდის მათთვის ამ ტექნოლოგიებს. და ბოლოს მინდა ასევე აღვნიშნო ტრანსპორტის მიმართულებაც, სადაც ჩვენ ვაფინანსებთ როგორც ელექტრო, ისე ჰიბრიდის ძრავის მქონე ავტომობილებს. რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება ტრანსპორტის სექტორის იმწვანეზე და ამცირებს ქალაქში გამონაბოლქს. არაჩვეულებრივია. ხო, ისე უნდა აღნიშნოს, რომ ბოლო წლებში ეს იგივე ჰიბრიდული ტრანსპორტი ან ელექტროქარები ძალიან მომრავლდა, რაც ძალიან სასიხარულოა. ერთის რომ ჩვენ მომხმარებლებს უშუალოდ გვეზოგება თანხები ყოველდღიურობაში, ვინც ვიყენებთ ამ ქარებს და მეორე მხრივ გარემოზე ვძრუნავთ. რაც ძალიან მაგარი და ისეთი ამბავი არის. დავით, თქვენთან მექნება შემდეგი კითხვა. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, რომ მწვანე დაფინანსება საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი იყოს და რა გამოწვევები გვაქვს დღეს ამ მიმართულებით? ხო, ჩელენჯები გვაქვს. ჩელენჯები ზოგადად კაპიტალზე ხელმისაწვდომობა არავის არ ესწავლება, რომ ჩელენჯია და მაგისტვის აი თქვენ ახსენეთ წეღან, რომ მოკლედ private equity, ესე იგი კაპიტალის ბაზრები რო განვითარდეს, მე მგონი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ერთადერთი წყარო დაფინანსების არ იყოს საბანკო სექტორი და იყოს კიდე ინვესტირებები, რაღაცა არ ვიცი, სხვადასხვა ინსტრუმენტები, მე არ ვარ ფინანსისტი, მაგრამ ცალსახად ეს განავითარებს გრადობას. მეორე ნაწილია, რომ რაღაცნაირად დიფერენცირება უნდა მოხდეს, რაც ჩემი აზრით, რომ მაგალითად თუ კომპანია ზრუნავს გარემოზე, ენერგოეფექტურია, რაღაცა მოკლედ ცდილობს, რომ თავის ინვესტიციები არა მხოლოდ ბიზნესის გასაუმჯობესებლად, არამედ თან რაღაცა პასუხისგებლიანად, ასე ვთქვათ, დაინვესტიროს. მე მგონი, რომ მათ უნდა ქონდეთ რაღაცა ხელშესახები ბენეფიტები რა. თუნდაც დაფინანსების დროს, თუნდაც არ ვიცი რაღაცა შეიძლება იყოს საგასაგადო ნაწილი, შეიძლება იყოს არ ვიცი, ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, რასაც რა ვიცი, ბევრი ქვეყანა უკვე ახორციელებს და შეიძლება მათი მაგალითები ავიღოთ და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია რაღაც დონეზე მოხდეს რაღაცა სექტორების პრიორიტიზებაც რა, იმიტომ რომ დღევან ვახსენეთ, რომ არის მაგალითად ენერგეტიკა, ტრანსპორტი, რაღაცები, რაც რეალურად პრიორიტეტული შეიძლება გახდეს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სფეროები არ უნდა იყოს, მაგრამ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ რაღაცებზე შევთანხმდეთ, რაც პრიორიტეტულია და იმ ნაწილში მაინც ვიმუშაოთ, რომ ეს სწრაფად, იმიტომ რომ ის სფეროები მე აუცილებლად გამოიწვევს ამ ეფექტს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ სფეროების გარშემო სხვა მომსახურე სფეროები ყავს, რომელიც ასევე ამ გზას დაადგება ჩემი აზრით რა. აბსოლუტურად გეთანხმებით, ხო, ესეთი პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირება და მათი განვითარება ცალსახად მათ გვერდზე მდგომი სექტორების განვითარებას გამოიწვევს. კი ბატონო. მაგალითად რო ავიღოთ სიტყვაზე რა ვიცი, სამშენებლო სექტორი იმდენად დივერსიფიცირებულია, იგივე ენერგეტიკა, ხა ნახევრად სამშენებლო ჩვენ რაც ვაკეთებთ და რა ვიცი, ჩვენ ქვეშ არიან კონტრაქტორები, არიან ადამიანები, ოჯახები და ეს ყველაფერი ხო ფაქტობრივად ერთიანად განვითარდება და წავა უფრო მწვანესკენ რა. რა ვიცი, სმოგი არის ქალაქში ხანდახან, რა ვიცი, ბევრი რაღაცა, რაც შესაძლებელია და ჩემი აზრით კი ეს მოკლედ ეს ბენეფიტი, რომელიც ხელშესახები იქნება ბიზნესისთვის, გამოიწვევს იმას, რომ უფრო სწრაფად წავალთ იმ ბიზნესისკენ და იმ ბიზნესის რაც დასახული გვაქვს, ასე ვთქვათ. კი ბატონო. დღეს უფრო ესეთი აქტიურად მიმდინარეობს განსაკუთრებით ენერგოეფექტური შენობების მიმართულებითაც მუშაობა სხვადასხვა ახალი სტანდარტები გვაქვს საქართველოში და ძალიან მახარეს ეს ფაქტი, იმიტომ რომ ეს ძველი რაღაც ერა დაამთავრდა და ახლა გადავდივართ ახალ თანამედროვე ევროპულ მიდგომებზე. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის და ამ არაჩვეულებრივ საკითხზე საუბრისათვის.